რაბედიელის უკრაინას. მსოფლიოს ლიდერების ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისკენაა მიმართული. რუსეთის მისამართით პრეზიდენტ ტრამპის გზავნილებიც არ წყდება. დღეს მან საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა. არ მსურს ზიანი მივაყენო რუსეთს. მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ეს კი მიუხედავად იმ რადიკალი მემარცხენეების ფარსისა, რომლებიც სულ იძახდნენ რუსეთი. ვერასდროს დავივიწყებთ, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში და ამ პროცესში თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე გაწირა. და ამ ყველაფრის გამო მე ვაპირებ ძალიან კარგი საქმე გავუკეთო რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს, რომლის ეკონომიკაც ძალიან ცუდ დღეშია. მოაგვარეთ ახლა ეს საკითხი და შეაჩერეთ ეს სასაცილო ომი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ცუდად იქნება. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ და ვერ მივაღწევთ მალე, სხვა გზა აღარ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ყიდის. მოდით დავასრულოთ ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი მყოფილიყავი. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მარტივი გზით, ან რთული გზით. შეთანხმების დროა. აღარ უნდა დაიღუპოს მეტი ხალხი. რამდენად მკაცრია კრემლისთვის ტრამპის გზავნილები, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთიდან სხვადასხვა ნედლეულის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, შიდა ეკონომიკური აქტიურობა მუშახელის სიმცირისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო არაა დამაკმაყოფილებელი, რაც თავის მხრივ სანქციებს უკავშირდება. სააგენტო როიტერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობით შეშფოთებულია. ბაიდენის ადმინისტრაციამ უფლებამოსილების გადაბარებამდე რუსეთს სანქციები გაუმკაცრა. დონალდ ტრამპი კი ამ სანქციების კიდევ უფრო დამძიმებას განეხილავს. შედეგი რამდენიმე დღის წინ უკვე ვნახეთ, როდესაც პუტინმა გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, ამ მოცემულობაში პუტინს მშვიდობისკენ ნაბიჯის გადასადგმელად რეალური мотивация აქვს. რუსეთს მართლა ჭირდება მშვიდობა, ოღონდ ჭირდება მშვიდობა, როგორც სახელმწიფო არ ჩამოშალოს. მას ჭირდება სანქციების მოხსნა უეჭველი, იმიტომ რომ მისი ეკონომიკა უკიდურეს დღეშია და ომზე კი არ არის საუბარი, ხა მის რუსეთის კატასტროფაზეა საუბარი. მეორე შეიარაღება ტექნიკა ის ვერ აწარმოებს, ხო? ანუ მან ისარგებლა იმ შეიარაღებით და ტექნიკით, რაც საბჭოთა კავშირმა დაუგროვა, ცოტა თვითონაც წაამატა, მაგრამ ძირითადად ის სიმძლავრეებია, რომელიც საბჭოთა კავშირმა სულ სხვა ამოცანისთვის შექმნა და რაც არ უნდა მოხდეს, ხო, თუ ფული არ მიიღო, რუსეთის ეკონომიკა სანქციების გარეშედაც იღუპება. საინტერესოა რა ვითარებაა ამჟამად ფრონტზე, რომლის სიგრძე 1100 კილომეტრია. რუსეთი არ ჩერდება ბომბავს ზაპორიჟიას, განსაკუთრებით პოკროვსკს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ერთ დღეში რუსეთმა 117 საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინაზე. შორი მოქმედების სამხედრო საშუალებებით კიევის ანადგურებს კრემლის სტრატეგიულ ობიექტებს. უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საარტილერიო ჭურვების გამოყენების ყოველდღიური მაჩვენებელი განახევრებულია. და თუ ადრე დღეში 40,000 ჭურვს აღწევდა, ახლა გაცილებით ნაკლებია. დახმარება სჭირდება უკრაინასაც. ომის შეჩერება ყველას სურს. უკრაინას კი დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები ესაჭიროება. ამის გარეშე ვერავინ დაჰპირდება კიევს, რომ ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევ არ განახლდება ომი. აქტიური ფაზის შეწყვეტას უკავშირდება იმ ტერიტორიების კონტროლი, რომელიც დაკავებული აქვს რუსეთს, რომელიც დაკავებული აქვს უკრაინას. ანუ უკრაინის შემთხვევაში კურსკის რეგიონი არის, რუსეთის შემთხვევაში ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, ხო? ანუ რა ბედი ეწევა ამას. თუ საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ შეწყდეს, ასე ვთქვათ, ომის ცხელი ფაზა და ერთმანეთს არ ესროლონ, ვინ იქნება ამისი გარანტი? უსაფრთხოების რა გარანტიებს მიიღებს უკრაინა? არის ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, არის ეს ევროპული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ხარჯავენ იმდენ საკუთარ თავდაცვაზე, რამდენიც უნდა დახარჯონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო ძალების განთავსებაზე ისაუბრა. მე მხარს ვუჭერ უსაფრთხოების გარანტიის კონტექსტში კონტინგენტის იდეას, რადგან თუ კი რუსეთს ყავს 1,5 მილიონი არმია და ჩვენ გვყავს ამ რიცხვის ნახევარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება ჯარისკაცების ძალიან დიდი კონტინგენტი.
მთლიანი ევროპის მასშტაბით 200,000 მინიმუმ, სულ მცირე. წინა ალგე შემთხვევაში ეს არის ის, რაც იყო EUTOS მხრიდან. არავინ იცოდა სად შეეძლოთ მათ დახმარება. მათ უბრალოდ ოფისები ჰქონდეთ. უკრაინაში სამშვიდობო ძალების შეყვანის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე გერმანულ მედიასთან გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ უკრაინის პარტნიორი ქვეყნები უსაფრთხოების გარანტიების საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავენ. როგორც ჩანს, მთელი ყურადღება კვლავ თეთრი სახლისკენაა მიმართული.